მე რა მგონია იცი, აი ამერიკიდან რომ დაბრუნდი, იმიტომ აიცრუე გული კინოზე, რომ იქ რო ნახე რომ რა სისტემით როგორ მუშაობენ და რაღაც აი აქ ჩამოსულზე უკვე 90-იანებ გამოვლილ გაჭირვებულ ქართულ კინოში რა აი არის ეხა სწორი რასაც გეუბნები. იცი რა, მთლად სწორი არ არის, მაგრამ იმ პერიოდში, როდესაც მე ამერიკიდან ჩამოვედი, მე ეგრევე ტელევიზიაში მივედი და დავიწყე ტელევიზიაში ჩემი მშვენიერი გაკეთება. მაშინ რო გითხრა რომ ბევრი შემოთავაზებები მქონდა ფილმიდან, არა. და თუ მქონდა ყველას ეგონა რომ მე რაღაცა ძალიან დიდ თანხას მოვითხოვდი. თუმცა მე მახსოვს ჩემი ცოლის დაქალებშიც ვთხოვეს გადაღება და მე ვთხოვე მე დიდი თანხა მინდა. სხვადასხვა მე ძილის წინ იყო ეგეთი სერიალი პირველ არხზე იქ ვთამაშობდი და საკმაოდ დიდ თანხას მიხდიდნენ. კვირაში ორჯერ ყოფილიყავი და მე მომივიდა ხმები რომ ერთ-ერთმა წამყვარმა მსახიობმა მამაკაცმა დარბაისელმა და იჩივლა პროდიუსერთა რატო უხდით ამდენს ფარულავას. ვა, ეს არ გამიგია. აბა. და ეს იყო ამერიკიდან ეს შლეიფი, რომ აი იქიდან დაბრუნებული. ხო, რაღაცა შლეიფი იყო, რა შლეიფი ეს იყო, რა ვიცი, მაშინ ცოტა მიკროდა თავში რა.